ისრაელში არჩევნებამდე 2 თვე დარჩა და კამპანია დღითიდღე უფრო მწვავე ხდება. ესევე იზრდება სადავო რეკლამებიც. დაწყებული პალესტინის მომავალი სახელმწიფოს საკითხით, კითხით, დასრულებული გაწვევითა და იმით, ვის შეძლებს 61 მანდატიანი კოალიციის შექმნას. ჩვენი კორესპონდენტი ჯო ბრაუნი უფრო დეტალურად გიამბობთ ბოლო პოლიტიკური მანევრების შესახებ. ამ კვირაში 2 თვე რჩება ისრაელის საპარლამენტო არჩევნებამდე. ალიანსები იქმნება და იშლება. ახალი პარტიები თავიანთ მხარდაჭერას აჩვენებენ და ყველა პოლიტიკოსი ცდილობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წილი მიიღოს. ბოლო გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ბლოკი 61 მანდატის უმრავლესობასთან ახლოსაა, მაგრამ რამდენიმე მანდატი აკლია. სავარაუდოა, რომ როგორც 2021 წელს, მათ შესაძლოა ისევ დასჭირდეთ არაბული პარტია რაამის დახმარება. მაგრამ ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. რაამის ლიდერმა მანსურ აბასმა თავის პარტიას უთხრა, რომ პალესტინის სახელმწიფო რეალობად იქცევა. გადი აიზენკოტმა, რომლის იეშარის პარტიაც ამჟამად გამოკითხვებში ლიდერობს, აბას უპასუხა და ონლაინ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს და არ იარსებებს იმ კოალიციაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ისრაელელებში პალესტინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბრის მასაკრმა დრამატული ვარდნა გამოიწვია. სადაც Pew Research-ის ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისრაელელთა 32% ფიქრობს, რომ პალესტინის სახელმწიფო ისრაელის სახელმწიფოს გვერდით თან არსებობას შეძლებს. 2025 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა. მაშინაც კი ბოლო არჩევნებზე 2022 წელს ცენტრისტული პარტიის იეშ ათედის ლიდერი იაირ ლაპიდი ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გადაწყვეტას მოითხოვდა. ეხლა დემოკრატების იაირ გოლანი ერთადერთი ლიდერია, რომელიმე დიდი სიონისტური პარტიიდან, რომელიც ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გადაწყვეტას მოითხოვს. სხვა მხრივ ულტრაორთოდოქსული პარტია შასის პირველი საარჩევნო რეკლამა ასევე მიიპყრო იეშარის ყურადღება. ამ კვირაში ბევრი ისწავლე შენთვის და ყველა ჯარისკაცისთვის. რეკლამაში ნაჩვენებია ორთოდოქსული ებრაული ოჯახი, რომელიც ამზადებს პარასკევის საღამოს ვახშამს და ელოდება, რომ ერთ-ერთი ვაჟი არმიიდან დაბრუნდება შაბათისთვის. ის მთავრდება სადავო მტკიცებით, რომ ბოლო არჩევნებში 30,000-მა ჯარისკაცმა მისცა ხმა შას. იაშარმა დაავალა ვიდეოს წაშლა დილის 11 საათამდე. იმიტომ რომ მათ განაცხადეს, რომ ვიდეომ დაარღვია საარჩევნო წესები, რადგან გამოიყენა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და შექმნა შთაბეჭდილება თითქოს აპოლიტიკური არმია მხარს უჭერს შას. ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარე ნოამ სოლბერგი დაეთანხმა იაშარს და დაავალა შას ვიდეოს წაშლა. მათ ასევე აღნიშნეს შასის თვალთმაქცობა, რომელიც მუდმივად ულტრაორთოდოქსი ებრაელების გაწვევის წინააღმდეგ აძლევს ხმას, მაშინ როცა არმიას პერსონალის დეფიციტი აქვს. თუმცა არმიის აშკარა ნორმალიზაცია ულტრაორთოდოქსულ ოჯახში შეიძლება მიუთითებდეს შასის ახალ, უფრო ლნობიერ დამოკიდებულებაზე ჰარედი წვევამდელების მიმართ. და ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო დონეზე ცნობილი ორთოდოქსი ებრაელი პოლიტიკურ არენაზე შედის. 7 ოქტომბერს დავინახე, რომ მთელი ქვეყანა მიტოვებული და გაცემული იყო. და სწორედ ამიტომ თქვენთან ერთად ვიმედოვნებ, რომ გვექნება ახალი მთავრობა, რომელიც იქნება ერთგული ისრაელის მიწისა და ხალხის დაცვისთვის. ჯონათან პოლარდმა, რომელმაც 30 წელი გაატარა აშშ-ს ციხეში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, მხარი დაუჭირა ახალ პარტიას, ისრაელი უპირველეს ყოვლისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ყოფილი ლიკუდის დეპუტატი შარონ ჰასკელი. მას წინა არჩევნებში შესთავაზეს ადგილი უკიდურესად მემარჯვენე პარტიების სიაში, მაგრამ მან უარი თქვა. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მხარდაჭერაა და არა სიის წევრობა. მაგრამ თუნდაც ასე იყოს, პოლარდი შესაძლოა ჯერ ვერ შევიდეს კნესეთში, რადგან ისრაელი უპირველეს ყოვლისა ამჟამად ბევრად ნაკლებ პროცენტს იღებს, ვიდრე პარლამენტში შესაძლოა საჭირო 3.25%-იანი ბარიერია. დამატებით ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის პოლიტიკური ანალიტიკოსი ატილა სონდფალუე, კომპანია ASI Strategic Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი. ატილა, ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ. IOC4 News-ზე იცით, უნდა ვთქვა, შეიძლება მივდიოდეთ 2026 წლის არჩევნებისკენ მივდივართ, მაგრამ ამ არგუმენტების უმეტესობა ძალიან გავს 2022 წლისას. ეხლა ყავთ აიზენკოტი, ბენეტი, ნეთანიაჰუ, რომლებიც ყველა პალესტინის სახელმწიფოს ეწინააღმდეგებიან. და აქ ყავთ მანსურ აბასი, რომელიც ღიად უჭერს მხარს პალესტინის სახელმწიფოს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი კოალიციისთვის მათემატიკურად? თუ რა მიკვლავ საჭირო იქნება მთავრობის ჩამოსაყალიბებლად? დიახ, ჩვენ ისევ იგივე პრობლემები გვაქვს აქ ისრაელში და არაფერი არ მოგვარდა სინამდვილეში. და რაც შეეხება ულტრაორთოდოქს ებრაელებს, რომლებიც არ ირიცხებიან არმიაში და სასამართლო სისტემას, რომელიც არ რეფორმირდა ისე, როგორც თავრობა სურდა, და რა თქმა უნდა ოპოზიცია თავის ბრძოლებს აგრძელებს. ასე რომ არაფერი შეცვლილა, სლოგანებიც კი არ შეცვლილა, ნეთანიაჰუ ისევ იმავე სლოგანით მიდის. ცდილობს, იცით, აიზენკოტი არაბულ პარტიასთან ერთად დააკავშიროს და არჩევნოს. მაგრამ იცით, ისრაელი პოლიტიკა ისეთი სცენა, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა დააკვირდე, რადგან ჩვენ ხედავთ რიცხვებს, ხედავთ გამოკითხვებს და უკვე ვიწყებთ თავრობებისა და კოალიციების ფორმირებას. მაშინაც კი როცა არჩევნები ჯერ არ ჩატარებული. პრობლემა ისაა, რომ აქ არის ფარული ნაკადები, იცით, რასაც ნამდვილად ვერ ვაკონტროლებს და მე ესე ვფიქრობ.
ის გამოკითხვები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე უყურებთ, თითქმის არ ასახავს და არ წარმოადგენს იმ რეალურ მოძრაობებს, რასაც ისრაელის საზოგადოებაში ხედავთ. და ისრაელის საზოგადოება ძალიან სწრაფად იცვლება. გულისხმობ, რომ ახალი ამბების ციკლი ძალიან სწრაფია. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ასე რომ ვერ ვიქნები დარწმუნებული, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ვერ ვიქნები დარწმუნებული, ვინ არის ყველაზე დიდი პარტია და ვერ ვიქნები დარწმუნებული, ვინ იქნება შემდეგი კოალიცია. ჯერჯერობით როგორც ჩანს, ორივე მხარე, ებრაული პარტიები ვამბობ, არაბების გარეშე თანაბრად არიან. ხო ესეა? არავინ ლიდერობს ამ რბოლაში. ამიტომ მთავრობის ჩამოყალიბება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ეხლა ჩანს. დიახ, ნამდვილად. ორ თვეში კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. დილან, მინდა შენთან ამ შასის რეკლამაზეც ვისაუბრო. ისინი ავრცელებენ რეკლამას, რომელიც ხას უსვამს ჯარისკაცებისა და გატოვლების მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაუპირისპირდნენ ამ ფართო ხარედების გაწვევის კანონმდებლობას. მაგრამ მაინტერესებს, ესეთი გზავნილი ნამდვილად თუ შეძლებს გადაუწყვეტი ამომრჩევლების გადარწმუნებას, თუ ამომრჩევლები დაინახავენ აქ არსებულ წინააღმდეგობას. ანუ რა აზრი აქვს ამის საჯაროდ გავრცელებას? თავარია რომ იყოს ყურადღება. თუ ყურადღება არ არის, ხო ცუდია. აი ამას ამბობენ PR-ის ექსპერტები. ცუდი ყურადღება არ არსებობს. უნდა გაგითვალისწინო, ხალხმა უნდა ილაპარაკოს შენზე. ეს ძალიან ცინიკურია. ეს ძალიან ცინიკური რეკლამა, მაგრამ ამავე დროს ეს რეკლამა ინტერნეტში დიდ გამოხმაურებას იწვევს. სწორედ ეს უნდა შას ეთქვა. მათ უფრო დიდი ყურადღება სჭირდებოდათ სხვაგან. როგორც გახსოვთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შასზე მხოლოდ ის გვესმოდა, რომ პარტიის ხელმძღვანელობაში შიდა ბრძოლა მიმდინარეობდა. არია დერის, პოლიტიკური ლიდერისა და იცხაკ იოსების, რომელიც რაბინია, მთავარი რაბინი და პარტიის სულიერი ლიდერი შორის. და ეს ორი კაცი, ეს ორივე ბატონი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მე ვფიქრობ, დერი და მისი სტრატეგები ცდილობდნენ ყურადღება გადაეტანათ შიდა დაპირისპირებიდან. ეს აქვეითებს შას, რადგან შასი გამოკითხვების უმეტესობაში დაახლოებით 7 მანდატს იღებს. და მათ სურდათ ყურადღება გადაეტანათ ამ დაპირისპირებიდან, ამ ცუდი განწყობიდან, რომელიც შასის პარტიაშია გამეფებული, რაღაც უფრო დიდზე და ზუსტად ეს გააკეთეს მათ. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ყველა სწორედ ამ რეკლამაზე საუბრობთ. არ მგონია ვინმე ჯეროდეს, რომ შასი, რომელიც ასე ძლიერ ეწინააღმდეგებოდა ულტრაორთოდოქსული ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, მართლა ჯარისკაცების გვერდით განა. გულისხმობ, ეს ძალიან ცინიკურია, რომ სიმართლე იყოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც სთხოვა შას, რომ ეს ვიდეო მოეხსნა, მაგრამ ეს ერთადერთი პარტია არ არის, რომელთანაც მათ პრობლემები ჰქონდათ. მოისმინე, მართლა მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ვიყოთ სამართლიანები საკუთარ თავთან. ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში. ყველა ეს სოციალური მედია, Instagram-ი, X და როგორც კი ეს გამოჩნდება, ის უკვე გამოჩნდა. ეს ყველაფერი, ყველა ეს ჩვენ ამას მაშინვე ვიტაცებთ, ხო ესეა? ყველა მიცის ამის შესახებ, დღესდღეობით ვეღარაფერს დაშლით. გულისხმობ, ეს უკვე გავრცელებულია. ეს ჯგუფებშია, WhatsApp-ში, Telegram-ში, ყველგან. ასე რომ, ამან ზუსტად ის ეფექტი მოახდინა, რაც მათ სურდათ. იცით, აიზენკოტმაც და ბენეტმაც ასევე მოუწიათ საარჩევნო მასალის წაშლა, სადაც ჯარისკაცები იყვნენ გამოსახული. ასე რომ, ეს თემა სხვადასხვა პარტიაში გვხვდება. ცდილობენ თუ არა ამჯერად უფრო შორს წასვლას. ეხა საქმე საზღვრებში აღარ არის. საქმე ეხება საკითხებს. ნეთანიაჰუს არ უნდა ისაუბროს არმიაზე, ჯარისკაცებზე, გაწვევაზე და ასე შემდეგ. ოპოზიციას კი სწორედ ეს სურს. ოპოზიცია უნდა აჩვენოს, რომ ამ მთავრობამ მოქმედი რეზერვისტები და ჯარისკაცები უყურადღებოდ დატოვა. ამიტომ ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ ნეთანიაჰუს და მის ულტრარელიგიურ პარტნიორებს არ აინტერესებდა ჯარისკაცები, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. და ეს არის ბრძოლა საკითხებზე, ხო ასეა. და ყველას უნდა თავისი აზრი დააფიქსიროს. ნეთანიაჰუ ცდილობს აჩვენოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მან ბევრ ფრონტზე გაიმარჯვა, მაგალითად ირანში, ლიბანში და ღაზაში. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, რომლებიც ღაზად ამოფრინავენ, ბოლო რამდენიმე საათშიც კი ასე მოხდა, ეს ფაქტობრივად გადაგვიყვანს ჩვენს შემდეგ თემაზე. ასე რომ ატილა სონტაკ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ეყავით და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ისრაელის პოლიტიკურ სფეროზე. მადლობა. დიდი მადლობა საგამშვიდობისა.